დღეს მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული იხსნება, ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. მასშტაბური ღონისძიების მიზანი კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაში მონაწილეობას ეროვნული ბანკიც იღებს, რომელიც საბანკო სექტორის მარეგულირებელია და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის გატარებაა. კონკრეტულად თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი, როგორია სტრატეგია და როგორ იცვლება მომხმარებელთა ცნობიერება საკუთარი უფლების დაცვის თვალსაზრისით, ბიზნეს პარტნიორის სტუმარია დილიდან ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი. მოგესალმებით ბატონო ლაშა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოდით საუბარი პირველ რიგში დავიწყოთ მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეულით, რომელიც სწორედ დღეს იხსნება, როგორც უკვე აღნიშნეთ. თუ რა მიზანს ემსახურება, ვახსენეთ და ჩვენთვის ცნობილია, საინტერესოა რა მნიშვნელობის მატარებელია მსგავსი პლატფორმის საქართველოში არსებობა და გარდა ამისა წელს რა საკითხებზე გაკეთდება აქცენტი. როგორც აღნიშნეთ, წელს უკვე მეოთხე ტარდება ეს კვირეული. 15 მარტს აღინიშნება ხოლმე მომხმარებლის დღე და ჩვენ ამას მივეცით კვირეულის სახე, სადაც 6 მარეგულირებელი უწყება ვიკრიბებით და ერთი მხრივ ჩვენ ერთმანეთს ვაცნობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენს პრაქტიკას. როგორი არის სხვადასხვა მიმართულებით ამ კუთხით მდგომარეობა, რა აწუხებს მოსახლეობას, კონკრეტულად ჩვენ მიმართულებით მაგალითად საფინანსო სექტორში და ასევე ეს კარგი საშუალებაა, რომ ცნობიერება ავამაღლოთ უშუალოდ მომხმარებლებში. იმიტომ რომ ეს კვირეული არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი შეკრებით, ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს, არამედ ის გულისხმობს მათ შორის რეგიონებში გასვლას, მაგალითად მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგვინი გვაქვს შეხვედრები უშუალოდ მომხმარებლებთან გარდამანში, გორში, შემდეგ უკვე კვირის ბოლოს იქნება ბათუმში და წყალტუბოში. ამიტომ ეს არის საშუალება, რომ უშუალოდ მომხმარებლებს შევხვდეთ და მათგან გავიგოთ კონკრეტულად მაგალითად ჩვენი მიმართულებით, საფინანსო მიმართულებით, რა პრობლემები აქვს, რა პრობლემებს აწყდებიან, ან რა გამოწვევები არსებობს და ამაზე შემდგომ გქონდეს შესაბამისი რეაგირება. როგორც აღნიშნეთ, ეროვნული ბანკი უკვე დიდი ხანია მუშაობს ამ კუთხით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, გარდა კანონის არსებობს გარკვეული წესები, ნორმატიული აქტები, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არის შემუშავებული, რომელიც ასე ვთქვათ, იცავს მომხმარებლებს და აძლევს მათ საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი უფლებები. ეს საკანონმდებლო ჩარჩო ბუნებრივია წლიდან წლამდე იხვეწება, იცვლება იმის მიხედვით კონკრეტულ პერიოდში რა გამოწვევები აქვს მომხმარებლებს. მაგალითად, გასულ წელსაც ჩვენ ამ კუთხით ქონდა გარკვეული სიახლეები, მაგალითად იცით, რომ კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო არსებობს, ასე ვთქვათ, წინასწარ თუ გადაიხადეთ ცესხი, გარკვეული საკომისიო ეს შეზღუდულია კანონმდებლობით 2%-მდე, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ იმისთვის რომ ხელი შეგვეწყო მაგალითად მომხმარებლებისთვის უკეთესი არჩევანის გაკეთებას და ძალიან ხშირია, როდესაც მომხმარებლები სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის პროდუქტს ადარებენ ერთმანეთს და სადაც საუკეთესო არის იქ იღებენ თქვა ცესხს, ხო? ან უნდათ ერთი ცესხის სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადატანა, რომელიც უკეთეს პირობებს თავაზობს. ზუსტად ამიტომ შარშარ მაგალითად შევცვალეთ წესი და თუ მომხმარებელი ცესხის ეგრეთ წოდებულ რეფინანსირებას აკეთებს, ანუ მარტივად რო ვთქვა, ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან თუ მეორე საფინანსო ინსტიტუტში გადააქვს ცესხი, ამ შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მხოლოდ 0.5%-ია. ეს ეხება ფიზიკურ პირებსაც ულიმიტოდ ნებისმიერ თანხაზე, იურიდიულ პირებსაც ეხება გარკვეულ ლიმიტში, ანუ 2 მილიონ ლარამდე თუ არის ჯამური ვალდებულებები იურიდიული პირის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებულ დოკუმენტურ ოპერაციებზე, ანუ მაგალითად აკრედიტივებზე მსგავსი რეგულაცია საერთოდ არ არსებობდა და შარშან ესეც შეიზღუდა, ანუ წინსწრებით დაფარვა ამის საკომისიო 2%-მდე განისაზღვრა მაქსიმუმ. ბატონო ლაშა, მთელი რიგი რეფორმების და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოების პარალელურად, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გამოწვევებზეც მინდა გთხოვოთ, რომ ვისაუბროთ, გავამახვილოთ ყურადღება და ასევე საინტერესოა ძირითადი საკითხები, რაზეც მომხმარებლები თქვენ მოგმართავენ და ასევე დაფარვა საკითხების არის საკმაოდ მრავალფეროვანი ეროვნულ ბანკში. ეს საკითხიც რომ გავმიჯნოთ, გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტისა, ასევე დავების გამხილველი კომისიას ფუნქციონირებს. მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. კი, ძალიან საინტერესოა, აქ რამდენიმე საკითხი უნდა აღინიშნოს. პირველი ის, რომ იმისთვის რომ მომხმარებელი დაცული იყოს და მაქსიმალურად მან საკუთარი უფლებები დაიცვა, საჭიროა ვიცოდეთ მარეგულირებლებმა კონკრეტულად რა წუხილები არსებობს
და თქვა რა გამოწვევებია, ხო? ამიტომ არის ზუსტად რომ ჩვენ შესაბამის დეპარტამენტი გვაქვს ეროვნულ ბანკში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ მოგმართოს თუ კი რაიმე პრობლემა აქვს. და ბუნებრივია ჩვენ მოქმედებთ შემდეგ უკვე ჩვენი მანდატის ფარგლებში. ანუ იქიდან გამომდინარე კონკრეტულად მომხმარებელს რა პრობლემა აქვს, ან რა გამოწვევის წინაშე დგას, იქნება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, რომელიც მორგებულია იმაზე, რომ მსგავსი ტიპის პრობლემა მომავალში აღარ შეიქმნას. ამ კუთხით არის ზუსტად რომ წლიდან წლამდე ეს საკანონმდებლო ჩარჩო იხვეწება და იცვლება ხოლმე. ერთი უნდა აღვნიშნოთ, როგორც თქვენ თქვით, არსებობს ეროვნულ ბანკთან დავების განხილველი კომისია, რომელიც შეიქმნა 2023 წლის ბოლოს და ეს არის დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც განსხვავებით თქვათ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტისგან გააჩნია უკვე დავების გადაწყვეტის მანდატი. აქ ერთი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეროვნული ბანკს არ აქვს დავის გადაწყვეტის მანდატი, ანუ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მომხმარებელი მოგმართავს, შეიძლება ჩვენ კონკრეტული დავა ვერ გადავწყვიტოთ მხარეებს შორის, მაგრამ გამომდინარე პრობლემიდან შეგვიძლია შევქმნათ ისეთი რეგულაციები, რომელიც მომავალში თავიდან აგვაცილებს გავსი პრობლემის წარმოშობას. ამისგან განსხვავებით დავების განხილველი კომისიას ეს მანდატი აქვს, ანუ მას შეუძლია კონკრეტული დავა გადაწყვიტოს რომელიმე მხარის სასარგებლოდ. თუმცა მათი მანდატის ბუნებრივია შეზღუდულია, შემოსაზღვრულია უпростоრედ და ეს კომისია განიხილავს კონკრეტულად საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს. ანუ როდესაც მომხმარებელი არ ეთანხმება მაგალითად გარკვეულ ოპერაციას, რომელიც მან გააკეთა საგადახდო ბარათით, ან გადარიცხვა გააკეთა ინტერნეტ ბანკით, ან თუნდაც ფილიალში, ანუ ისეთი მომსახურებები, რომლებიც ეხება საგადახდო მომსახურებას, თუ ამასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს მომხმარებელს, შეუძლია რომ მიმართოს კომისიას. დღემდე მაგალითად კომისიას 160-ზე მეტმა მომხმარებელმა მიმართა, აქედან წარმოებაში 100-ზე ცოტა მეტი საჩივარი იქნა მიღებული, დღემდე განხილულებიდან 97% უკვე განხილულია და თითქმის 80% დავების მომხმარებლის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. დღემდე 400,000 ლარზე მეტი მომხმარებლებს აუნაზღაურდათ, კიდევ 200,000 ლარზე ცოტა მეტი ასანაზღაურებელია, უბრალოდ გასაჩივრებულია კომერციული ბანკების მიერ, დავა მიმდინარეა, ასე ვთქვათ. მაგრამ ძალიან კარგი მექანიზმია, ეს არის მარტივი მექანიზმი ერთის უფასო და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ გამოიყენოს ეს მექანიზმი ყოველგვარი ასე ვთქვათ დამატებითი ექსპერტის გარეშე, ასე ვთქვათ, ადვოკატი არ ჭირდება იმისთვის რომ მიმართოს კომისიას. კი ბატონო, ლაშა, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების დონეზეც მინდა გკითხოთ, წლიდან წლამდე პროგრესი რამდენად არის შესამჩნევი და ეს ალბათ სტატისტიკაშიც ჩანს მომართვიანობის ნაწილში, რამდენად გაზრდილია მომართვიანობა ერთის მხრივ და აქედან გამომდინარე უკვე რამდენად აქვს შედეგი იმ ძალისხმევას, რასაც მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების კუთხით ეროვნული ბანკის წევს. კი, სტატისტიკურად, ანუ სტატისტიკა ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე, ის მონაცემები რომელსაც ვაგროვებთ უშუალოდ ფინანსური ორგანიზაციებისგან, ანუ მომხმარებელს შეუძლია როგორც ეროვნულ ბანკს მიმართოს, ასევე თავის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას. წლიდან წლამდე რაოდენობები მზარდია, არის ხოლმე გარკვეულ წლებში შედარებით ნაკლები, შედარებით მეტი, მაგრამ ზოგადად ტენდენციას თუ შევხედავთ, რაოდენობები მიმართვების იზრდება. ხშირად ჩვენ ამას ვარქმევთ ხოლმე მიმართვებს, ზოგიერთი პრეტენზიის ხასიათი ის არის, ზოგიერთი შეიძლება უბრალოდ კითხვა იყოს, ან დამაზუსტებელი შეკითხვა მომხმარებლის მხრიდან, მაგრამ ზოგადად ის რომ რაოდენობა იზრდება მიმართვების, ჩვენ ამას უყურებთ როგორც დადებით ტენდენციას, იმიტომ რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა იცის იმის შესახებ, რომ მას შეუძლია საკუთარი უფლებები დაიცვას. და ერთიც აუცილებლად მინდა აღვნიშნოთ, თქვენ ახსენეთ გამოწვევები, ჩვენ მაგალითად ჩარშან ბოლო 2 წლის განმავლობაში პრინციპში ძალიან აქტიურად ვავითარებთ ეგრეთ წოდებულ საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულებას. ამ კუთხით ჩარშან შევიმუშავეთ, უბრალოდ დავამტკიცეთ საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია. ეს გულისხმობს იმას, რომ განსხვავებით თქვათ მომართვების მიღებისაგან, ან როდესაც ჩვენ მოქმედებთ რეაქტიულად, ასე ვთქვათ, მომხმარებელი აფიქსირებს უკვე არსებულ პრობლემას და შემდეგ ვცდილობთ, რომ ამ პრობლემებზე დავაშენოთ, ვთქვათ, მისი გადაწყვეტის გზები. საბაზრო ქცევის ზედამხედველობა უფრო მოწოდებულია პროაქტიული ქმედებისაკენ, ანუ ჩვენ წინასწარ ვსწავლობთ სხვადასხვა პრაქტიკებს, რა ხდება ფინანსურ ბაზარზე, ფინანსურ სექტორში, რა შეიძლება იყოს გამოწვევები, ზუსტად ისაც მოსახლეობა შეიძლება ან ამ წუთას აწუხებდეს, ან შეიძლება მომავალში შექმნას პრობლემა და ამ კუთხით ვიმუშაოთ უკვე ფინანსურ ორგანიზაციებთან, რომ მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას. მაგალითად, არის რამდენიმე თემა, რომელსაც მიმდინარედ ვამუშავებთ, რაზეც ვმუშაობთ და ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ ფინანსურ ორგანიზაციებთან, მაგალითად, როგორ უნდა იყოს პროდუქტი ისე შექმნილი, რომ მაქსიმალურად იყოს წინასწარ გათვალისწინებული მომხმარებლის ინტერესი, ხო? ანუ პროდუქტი იყოს მოწოდებული არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაიყიდოს რაც შეიძლება მეტი, არამედ იმისთვის, რომ პროდუქტი მორგებული იყოს მაგალითად მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტზე. ამას ბუნებრივია, რომ ხა
მუშა პროცესში ვართ, ამას არ ექნება ალბათ რეგულაციის სახე და რაღაც ვალდებულების სახე, მაგრამ ფინანსურ ორგანიზაციებთან ვიმუშავებთ, როგორ უნდა იყოს, შეიძლება მაგალითად გზამკვლევი შევქმნათ, რომელშიც იქნება ძირითადი პრინციპები გაწერილი, როგორ უნდა იყოს შექმნილი პროდუქტი, იმისთვის, რომ ყველა მხარის ინტერესი იყოს დაბალანსებული, როგორც ფინანსური ორგანიზაციის, რომელსაც ბუნებრივია მოგება უნდა მიიღოს ამ პროდუქტის გაყიდვისგან, ასევე უშუალოდ მომხმარებლის ინტერესი, რომელსაც უნდა მიიღოს თავიზე მორგებული პროდუქტი. ბატონო ლაშა, ფინანსური ორგანიზაციების პასუხისმგებლობის ხარისხზე მინდა გითხოთ, ერთის მხრივ მომხმარებლის ცნობიერება და მისი ზრდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო, რამდენად არიან პასუხისმგებლები ფინანსური ორგანიზაციები და ეს პასუხისმგებლობა წლიდან წლამდე რამდენად არის მზარდი, თანამშრომლობის ხარისხიც რამდენად იზრდება მათთან? პრინციპში თანამშრომლობა ჩვენ მუდმივი გვაქვს, მუდმივად ვართ კომუნიკაციაში ფინანსურ ორგანიზაციებთან, ბუნებრივია, რომ კმაყოფილი მომხმარებელი და მათი ინტერესების დაცვა ორივე მხრისთვის სასარგებლოა და ამ შემთხვევაში ინტერესები პრინციპში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს და ხარვეზებსაც თავიდან ვერ ავიცილებთ, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ დიდი რაოდენობა მომხმარებლების შეიძლება ელემენტარულად რაღაც ადამიანის შეცდომა იყოს, რომელიც პერიოდულად ვლინდება ხოლმე. ხა ჩვენ მაგალითად პერიოდულად ვახდენთ და მუდმივად პრინციპში სხვა შემოწმებებს, ადგილზე და დისტანციურ შემოწმებებს, ეგრეთ წოდებულ თემატურ შემოწმებებს, მაგალითად გასულ წელს დაახლოებით 17 ორგანიზაცია შევამოწმეთ სხვადასხვა თემაზე, ეს ეხებოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს, ეგრეთ წოდებული სესხების ამოღების ეთიკის კოდექსს, რამდენად იცავენ, მოკლედ საგანმანათლებლო ჩარჩოს ფინანსური ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, დაახლოებით ჯამურად 300,000 ლარზე მეტი ჯარიმა იქნა დაკისრებული ფინანსური ორგანიზაციებისთვის, თუმცა ასევე დიდი ნაწილი ეთმობა თანამშრომლობას და იმ ხარვეზების განხილვას, რომელიც არის და მათ აღმოფხვრას. ანუ გარდა ასე ვთქვათ, ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, რომ რაღაც შეცდომა აღმოვაჩინოთ და ამის გამო დავსაჯოთ, ასე ვთქვათ, ფინანსური ორგანიზაცია და დაუწესოთ სანქცია. ჩვენი მიზანია, რომ ის ხარვეზები, რომელსაც აღმოვაჩენთ მაგალითად შემოწმების პროცესში, ის მომავალში იქნას აღმოფხვრილი და ჩვენი შემოწმების შედეგი, რა თქმა უნდა, ჩვენი შემოწმების ძირითადი შედეგი არის ხოლმე რეკომენდაციები, რეკომენდაციებს ვაძლევთ ძალიან ხშირად ფინანსურ ორგანიზაციებს, როგორ უნდა გამართონ შიდა სისტემები და ასე ვთქვათ, შიდა მოწყობა, რომ მსგავსი პრობლემები სამომავლოდ აღარ იყოს. კი ბატონო, და ფინანსური განათლება არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. ამასაც ალბათ პრევენციული ხასიათი აქვს, საწყისებიდან სწორ ფინანსურ განათლებას და ამ ნაწილშიც ეროვნული ბანკი არის ძალიან მოწოდინებული, ასე ვთქვათ. რა აკეთდება, რომ გვითხრათ ამისათვის ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ცოტა დრო გვაქვს და ასევე მომხმარებელს მივცეთ რჩევა ისეთი მარტივად მთავარი რა უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ ვთქვათ, გარკვეული რისკებისგან თავი დაიცვან საკითხში ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არასდროს არ არის საკმარისი რეგულაცია. ანუ რამდენი რეგულაციაც არ უნდა არსებობდეს, მომხმარებელს ვერ დაიცავ, თუ საბოლოოდ მომხმარებელი არ აცნობიერებს რა ტიპის პროდუქტს ყიდულობს. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არის მომხმარებელზე. მიუხედავად რეგულაციების რაოდენობისა, მაინც მომხმარებელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტად ფინანსური განათლება. როგორც აღნიშნეთ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობთ. გვაქვს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, უკვე მეორე რედაქცია. ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ფინანსურ ორგანიზაციებთან. ვიყენებთ სხვადასხვა არხებს ამ ინფორმაციის გასავრცელებლად, ძალიან აქტიური არის ფინედუს ვებგვერდი, მომხმარებლებს მოუწოდებდი, რომ აუცილებლად ეწვიონ ამ გვერდს, სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც არის, Facebook-საც, Instagram-ს და ასე შემდეგ. და ერთი მთავარი რჩევა, რაც შეიძლება იყოს ისეთი ძალიან ზოგადი, მაგრამ ხელშესახები, როდესაც ფინანსურ მომსახურებას ყიდულობს მომხმარებელი, აუცილებლად ერთი მხრივ კარგად მოიძიოს დეტალური ინფორმაცია იმ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს და ყოველთვის შეეცადოს, რომ იგივე ტიპის პროდუქტი მოიძიოს სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან. ანუ აუცილებლად შეადაროს სხვადასხვა ალტერნატივები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთი და იგივე ტიპის პროდუქტზე, თუნდაც ფასში, თუნდაც მომსახურების სხვადასხვა ნიუანსებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების შორის. ამიტომ მხოლოდ ერთ ფინანსურ ორგანიზაციასთან მისვლით და ყიდვით არ შემოვიფარგლოთ, ვნახოთ სხვა ალტერნატივებით, შევადაროთ ერთმანეთს და ჩვენთვის საუკეთესო ავაკეთოთ გონივრული არჩევანი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევისთვის, რა თქმა უნდა, ლაშა გძირიშვილი, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობდით, თემის აქტუალობა კი გამოიწვია მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციამ.